გამარჯობა. წინა ლექციაში მარიამმა გითხრა, რომ შემდეგი თემა იქნებოდა მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები. თუმცა სანამ ამ თემაში შპილად რო ვთქვათ, გადავეშვებით, განვიხილოთ კოდის გაშვების შესახებ დეტალები. ანუ გულისხმობ runtime internals, რომელიც შემდგომ უნდა გაიყოლოთ, რომ საქმე გაგვიმარტივდეს. ანუ უნდა უპასუხოთ კითხვას, თუ რა ხდება კოდის გაშვების დროს, რომელსაც ქვია runtime. როგორც პირველი ლექციიდან გვახსოვს, კომპიუტერი ღებულობს გარკვეულ ინსტრუქციებს, ამუშავებს მას და გვაძლევს გარკვეულ შედეგს. განვიხილოთ ძალიან მარტივი კოდი, რომ აუდრის 5-ს, ბეუდრის 10-ს და დავბეჭდოთ 100 და B-ს ჯამი. ძალიან მარტივი კოდი. IntelliJ-ში რომ ეს გავუშვათ, მწვანე ღილაკით, დავბეჭდავს 15-ს. ლოგიკურია. მაგრამ რა ხდება კულისებს მიღმა? რადგან ჩვენ როგორც ვიცით, ჩვენ Java-ს კოდი არის ტექსტური ფაილი. ასოების მიმდევრობა. და ამას რომ გავუშვებთ, რეალურად ჩვენ ვისწავლეთ, რომ პროცესორი უნდა ღებულობდეს მანქანურ კოდს. მამუკამ რომ ფოტო მიაწოდა პროცესორს, რეალურად ის აქცია რიცხვებად და შემდეგ ბინარულ კოდად. მაგრამ როგორ ხდება, რომ ჩემი ტექსტური Java ფაილი გადადის მანქანურ კოდში, რომ პროცესორმა გაიგოს, ხო? რეალურად მის უკან დგას დიდი სიმფონიური ორკესტრი, რომლის პირველი ნაბიჯი არის კომპილაცია, რომ სპეციალური პროგრამა Java-ს კომპაილერი იღებს ჩვენს Java ფაილს და აწარმოებს main class-ს. შექმნის აი ამ კლასს, სადაც წერია bytecode. bytecode არის ჩვენი პროგრამის ამოშინაარსებული ვერსია, როგორც კარლოს ბრძანებები ჩამოწერილია ინსტრუქციები, რა რის მერე უნდა გაეშვასო ჩვენი კოდი შესრულდეს. ეს არის სპეციალური კოდი, რომ გაიგოს Java-ს ვირტუალურმა მანქანამ. ხოლო ეს არის ის მაგიური ძრავა, რომელიც ამ ამოშინაარსებულ კოდს სინქრონულ თარგმანში ჩათვალეთ უთარგმნის პროცესორს მანქანურ კოდში. ამ პროცესს IntelliJ თვითონ აკეთებს, რომ საქმე გაგვიმარტივოს ამ მწვანე ღილაკის დაჭერის შემდეგ. რეალურად ჩვენი კოდს აქცევს bytecode-ად თვითონვე, ხოლო ეს bytecode-ი სად ინახება? არაფერი არ არის თავისთავად შეუმჩნეველი. ის არის out folder-ში, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. ეს არის ჩვენი ორიგინალი Java ფაილი, ხოლო ეს stapylosper folder-ში არის main class-ი, რომელიც არის გადათარგმნილი ამოშინაარსებული bytecode. შემდეგ ამ ფაილს აიღებს, რომელიც ინახება მყარ დისკზე, როგორც დათოს ლექციაში ვახსენეთ. ამას წავიკითხოთ მეხსიერებაში, ამოშინაარსებულ კოდს, ხოლო მეხსიერებაში არის დაძრული JVM. ეს არის ძრავა, რომელიც უშვებს ამ bytecodes და თარგმნის პროცესორისთვის გასაგებ ენაზე. მაგრამ ყველაფერი საინტერესო ხდება Java-ს ვირტუალურ მანქანაში, რომელსაც ჩაუღრმავდებით და გავიგებთ ამით, როგორ მუშაობს Java-ს კოდი. მოდით აღმოვაჩინოთ ეს mystery box-ი. და სანთლის მიტანით პირველ რაც წავაწყდებით არის stack-ი. stack-ის მნიშვნელობის გასაგებად განვიხილოთ ძალიან მარტივი კოდი. main და square გვაქვს ორი ფუნქცია. თავიდან x-ი არის 5, ვსდით 6-ით და ვაწოდებთ square-ს. Square ძალიან მარტივია. იღებს რიცხვს, აყავს კვადრატში, n-ჯერ-n-ით და აბრუნებს მის მნიშვნელობას. ხოლო შემდეგ ამ დაბრუნებულ მნიშვნელობას ვეჭდავთ main ფუნქციაში. ეს კოდი რომ გავუშვათ, პირველი რაც გაეშვება, ზოგადად კლასის entry point თავარი ფუნქცია არის main, რომლიდანაც გაეშვება, როგორც კარლოში გვქონდა def main, თავარი ალგორითმი. პირველი საქმე გასაკეთებელი არის main ფუნქცია. მაგრამ მე რო JVM ვიყო და ამ კოდს უშვებდე, მე მჭირდება რაღაც სამუშაო ფურცელი, სადაც აღვრიცხავ ფუნქციის შესახებ ინფორმაციას, რას იღებს, რა ცვლადები ფიგურირებენ და როცა კოდს გავუშვებ, იქ აღვრიცხო ამ სამუშაო ფურცელზე, რა ხდება კოდის გაშვების დროს. და ზუსტად ასე აკეთებს JVM-იც, ის ქმნის stack frames. Stack frame-ი არის ჩვეულებრივი ბარათი, წარმოვიდგინოთ აბსტრაქტულად თავისთავად, სადაც არის ინფორმაცია. Frame data-ში წერია, რას აბრუნებს, სად აბრუნებს და ასე შემდეგ. არის operand stack-ი, რომელიც არის შავი ფურცელი საანგარიშოდ, სანამ სხვაში შევწერთ, ცოტა ხანში ვნახავთ რა შეგვჭირდება, მაგრამ თავარი საყურადღებო არის local variable array. ამ ცხრილში წერია, რა ცვლადებს ვიღებთ და რა ცვლადები ფიგურირებენ კოდის გაშვების დროს. თავისთავად მისი მნიშვნელობა ჯერ არ ვიცით, სანამ არ გავუშვებთ კოდს, მაგრამ არის გამოყოფილი ადგილი, სადაც აღვრიცხავთ მის მნიშვნელობებს მომავალში. როდესაც ამ ბარათს შევქმნით, მას ჩავდებთ stack-ში. Stack-ი არის გასაკეთებელი საქმეების გროვა, ჩათვალეთ, სადაც როგორც კი საქმე ჩაიდება, იწყება მისი გაშვება. ავიღოთ main ფუნქცია გასაშვებად და ავიღოთ ჩემი ბარათიც. პირველი რაც უნდა გაეშვას არის x-ი უდრის 5-ს, რომ x-ში შევინახო 5-იანი. მაგრამ როგორც ვახსენეთ, JVM არის ის Java-ს კოდი. ის ღებულობს bytecodes, რომელიც იყო ამ კოდის შინაარსი, რომელსაც ხას-ხასად უშვებს. და ეს ზუსტად ეს იმას გააკეთებს, რაც ჩვენს კოდში ეწერა. პირველი ორი ხაზი ამ bytecode-ში შეესაბამება ჩვენს კოდს, რომ x-ი უდრის 5-ს. ნახეთ, x-ი უდრის 5-ს არის ეს ორი ბრძანება და ნახავთ, ეს არის ჩაშლილი ბრძანებები, თუ რა უნდა გააკეთოს JVM-მა იმ ბარათზე, რომ ეს გააკეთოს. ნახეთ, ძალიან მარტივია. პირველი ბრძანება არის icons 5, რომ 5-იანი შემოვიტანოთ operand stack-ში. ანუ შავ ფურცელზე დავაწეროთ, სანამ ჩავდებთ x-ის მნიშვნელობაში. ამის საშუალებით ჩვენს operand stack-ში ან შავ ფურცელზე ჩაიწერება 5-იანი.
ხოლო შემდეგი ბრძანება იყო i-store 1, რომ ჩვენი ხუთიანი, რომელიც ოპერანტ სტაკში გვაქვს შენახული, ავიღოთ და შევინახოთ რიგით მე-1 ცვლადში. ეს ცვლადები დანომრილია ფუნქციაში გამოცხადებით bis მიმდევრობით, ანუ ქრონოლოგიურად. პირველი არის x-ი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ხუთიანი ჩაიდოს x-ის მნიშვნელობად. ანუ ამ ორი ჩაშლილი ბრძანებებით შინაარსით ჩვენმა JVM-მა აიღო ხუთიანი და გადადო x-ის მნიშვნელობად. ანუ მივანიჭეთ x ხუთიანი. ანუ გამოდის, რომ x-ი უდრის 5-ისთვის ეს ორი ბრძანება არის შინაარსი მის შესასრულებლად. შემდეგი ბრძანება არის x + უდრის 6, რომელიც იგივეა, რაც x-ი უდრის x + 6. ეს გამოსახულება რომ შესრულდეს, გვჭირდება 4 ნაბიჯი. ავიღოთ x-ი, ავიღოთ 6-ი, დავმატოთ ერთმანეთს და x მივანიჭოთ მისი მნიშვნელობა. აი ეს 4 ბრძანება, რომელიც მე ფსევდოკოდად თქვი, ბაიტკოუდიც კარლოს ბრძანებებით ასე ჩაშლილი. აიღე x-ი, აიღე 6-ი, დავუმატე და შეინახე x მნიშვნელობა და ნახოთ როგორ მუშაობს ეს. ნახეთ, პირველი იყო i-load 1, რომ პირველი ცვლადი აიღე ხუთიანი და შეინახე შავ ფურცელზე. გადმოიწერა JVM-მა, ხოლო შემდეგი ნაწილი იყო, რომ ხუთიანი ხომ არის შენახული? ეხლა ავიღოთ by-push 6, ანუ 6-იანი მივუწეროთ შავ ფურცელზე, იმ ხუთიანს. და ჩვენს ოპერანტ სტეკში ამ შავ ფურცელზე გახდება ორი რიცხვი. მესამე ბრძანება იყო დავუმატე ერთმანეთს, რაც სტეკში არის, 5 და 6 შეიკრიბება და გახდება 11. მესამე ბრძანებით. და მეოთხე ფინალური ბრძანებით i-store 1-ში გულისხმობ, რომ ოპერანტ სტაკიდან შავი ფურცლიდან გადმოვწერო ეს ჯამი x-ის მნიშვნელობა და ხუთიანს გადაეწერება 11. ანუ ამ 4 ბრძანებით მე x ახალი მნიშვნელობა მივანიჭე. შემდეგი ხაზი უკვე საინტერესოა. results რომ მნიშვნელობა მივანიჭო, მარჯვნივ არის ფუნქციის call-ი, ანუ გამოძახება. ჯერ უნდა შესრულდეს ეს call-ი, რომ შემდეგ მივანიჭო მას. ეს სამი ბრძანებაც ამას აკეთებს, რომ აიღებს x გასატანებლად, გამოიძახებს square x და შემდეგ დაბრუნებულ მნიშვნელობას შეინახავს მეორე ცვლადში, რომელსაც ახლა ვნახავთ როგორ ეშვება ზუსტად. პირველი იყო i-load 1, რომ ოპერატ სტაკში ამოიტანენ პირველი ცვლადის მნიშვნელობა, ანუ x-ის. ხოლო მეორე იყო invoke static ნომერი 2. Java ამ ცვლადებსაც და მეთოდებსაც არ ინახავს როგორც სახელებით, ის მას განარჩევს რიცხვებით. პირველი ფუნქცია, მეორე ფუნქცია, პირველი ცვლადი და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ გვევალება რომ ვიცოდეთ, მაგრამ აქ იგულისხმება ადამიანურ ენაზე არა, მაგრამ პროგრამის სცენაზე, რომ ვიძახებთ square 11-ს. main ფუნქციის გაშვებისას მე მომიწია square-ის გამოძახება. ანუ ჯერ უნდა დავამთავრო და შემდეგ გავაგრძელო main-ის გაშვება, ხო? მაგრამ რეალურად ეს კი არ გაეშვება square-ის შესაბამისი bytecode-ი, რომლის აღრიცხვა როგორც main-ისთვის მოხდება ცალკე ახალ stack frame-ში, რომელიც იქნება სპეციალურად square 11-ისთვის. იქ ჩავწერთ, რა თქმა უნდა, square-ის ინფორმაციას, გამოვყოფთ ადგილს შავი ფურცლისთვის და ნახეთ, n-ის მნიშვნელობა არის 11. ანუ მიწოდებული არგუმენტი იწერება stack frame-ში. ხოლო შემდეგ ფიგურირებს n-squared, რომელიც კოდის გაშვებისას გამოცხადდება. ანუ არის undefined, ჯერ არ ვიცით მისი მნიშვნელობა. კარგით. როდესაც ბარათი გავამზადეთ, square 11 ჩაიდო stack-ში, როგორც გასაკეთებელი საქმე. ნახეთ, stack-ში ეხა დევს ორი ცალი საქმე, ორი ბარათი. რეალურად stack-ის პრინციპი არის, რომ პირველი ასეთ ჩავდებთ, ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის main-ი ეშვება, ხო? იქნება stack-ის ბოლოში. ყოველი ახალი საქმე, ანუ ყოველი ფუნქციებიდან გამოძახებული ახალი ფუნქციები ედება თავზე ამ საქმეებს და იმისთვის რომ main-ი ამოვიღოთ, ჯერ უნდა ამოვიღოთ ყველა მასზე დადებული ფუნქციები. ანუ ჯერ უნდა შესრულდეს მასზე დაწყობილი საქმეები, რომ ბოლო თებში ავიღოთ როგორც main-ი და დასრულდეს თვითონ main-ის გაშვებაც. კარგი. ანუ გამოდის რომ ჯერ უშვებთ squares. გადავედით main-იდან squares-ის გაშვებას. პირველი რაც არის რომ n-square-ი უდრის n-ჯერ n-ს. იმისთვის რომ მარცხენა მხარეს მივანიჭოთ მარჯვენა მხარე, n-ი უნდა ავიღოთ n-ი, გამომრავლოთ და შევინახოთ n-square-ში. ისევ 4 ნაბიჯი არის და square-ის შესაბამის bytecode-ში ეს 4 ბრძანება გაწერილია, რომ აიღე n-ი, გაამრავლე და შეინახე n-square-ში. ნახეთ როგორ მუშაობს, რომ აი ამ კოდის შესაბამისი bytecode-ი ახლა გავუშვათ რიგრიგობით. i-load 0, ავიღოთ n-ი, ანუ მენული ცვლადი, შევინახოთ ოპერანტ stack-ში, ავიღოთ ისევ 0, ანუ ორჯერ მეორდება, რომ n-ი და n-ი ავიღოთ, შემდეგ i-mul, რომ გაამრავლე რაც stack-ში არის, გადავამრავლეთ, მივიღეთ 121 თავისთავად, ხოლო მეოთხე ბრძანება არის, რომ i-store 1, რაც stack-ში დამჭა შედეგი, შავი ფურცლიდან გადმოწერე n-squared-ის მნიშვნელობად. 4 ბრძანებით გამოვითვალე n-ჯერ n-ი, რომ უდრის n-squares. კარგი, შემდეგი ნაწილი არის საინტერესო. Return n-square. ანუ ჩვენ ახლა უნდა დავაბრუნოთ ეს შედეგი. მაგრამ ეს როგორ მუშაობს, ნახეთ? მის შესაბამისი კოდი არის i-load 1, i-return. ჩვენს დაბრუნების statement შეესაბამება ეს ორი bytecode-ის ბრძანება. რომ ამოიტანე დასაბრუნებელი ცვლადი ოპერანტ stack-ში, ან შავ ფურცელზე და აქედან გადააწოდე მას, ვინამაც გამოგიძახა. თავისთავად main ფუნქციას. გავუშვათ ეს ორი ხაზი. i-load 1 ეუბნება, რომ პირველი
რიგი, რომელიც არის array-ში, ანუ n-squared-ი, მისი მნიშვნელობა ამოვიტანე operand stack-ში. ამოვიტანოთ და ეხლა გვიწევს i-return მეორე ბრძანება. მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ რა მდგომარეობაში იყო stack-ი, სანამ ამ მეხუთე ხაზს გავუშვებთ, ხო? ბოლოს. ჩვენ stack-ში ეხლა დევს ორი stack frame-ი, სადაც square 11 დევს თავზე, როგორც ახლა გასაშვების საქმე. ცოტა დეტალურად ჩავხედოთ ამ ბარათებს. როგორც ხედავთ, 121 არის გამზადებული დასაბრუნებლად, main-ი არის დაპაუზებული და ელოდება ამ ბარათს დამთავრებას, მაგრამ ნახეთ ეს რომ დავაბრუნოთ 121, სად უნდა წავიყოთ? ზუსტად frame data-ში წერია, სად უნდა დავაბრუნოთ და სად გავაგრძელოთ კოდის გაშვება. ნახეთ? i-return-ის გაშვების პრინციპი ასეთია, რომ გამოძახებული ფუნქციის operand stack-იდან, სადაც წერია უკვე დასაბრუნებელი შედეგი, გადმოისხორცნება main-ის operand stack-ში, ხოლო სადაც კოდის გაშვებას გავაგრძელებთ, იქნება სადაც გავჩერდით გამომძახებელ ფუნქციაში. ანუ აი ახლა გავჩერდით int result from square x უდრიდა. ანუ square x-ი აღსრულდება და results მიენიჭება. ეს იყო ჩვენი პრინციპი. აი bytecode-ში ხო ეგეწერა რომ აიღე x-ი, გამოიძახე square x-ი და შემდეგ შედეგი შეინახე მეორე ცვლადშიო. ანუ ეს ორი ბრძანება გავუშვით უკვე და უნდა გადმოხვდეთ, უნდა გავაგრძელოთ სადაც დავპაუსით, ანუ მე-11 ხაზზე. ანუ return address-ი რა უმიზნებს, სად უნდა გადახვდეთ გამომძახებელ ფუნქციაში. თავიდან ხო არ დავიწყებთ, აქ გავჩერდით და გავაგრძელებთ. ანუ რაც მოხდება, არის რომ 121 გადმოვიდა main stack frame-ის operand stack-ში, რომელსაც თვითონ მიხედავს უკვე და კოდის გაშვება გადაავა, სადაც გავჩერდით main-ში. ანუ i-store 2-ზე. მორჩა, square-ის stack frame-ი აღარ მჭირდება. მან საქმე გააკეთა. ამიტომ square 11 ამოვარდება stack-იდან, როგორც დასრულებული საქმე და დარჩება მხოლოდ main-ი. როგორც თქვით, stack-ში რაც დევს თავზე, ის არის გასაკეთებელი საქმე. ანუ გაგრძელდება main-ის გაშვება. Stack-ის ახლადელ მდგომარეობასო დავაკვირდეთ, დაგვრჩა მხოლოდ main-ის stack frame-ი, სადაც არის თანატოვარი 121, რომელიც square-მა გადმოგვაწოდა. ამას ახლა ჩვენ უნდა მივხედოთ უკვე, square წაშლილია. ნახეთ? რომ წარმოვიდგინოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 121 უკვე აღსრულდა და რაც დაგვრჩა არის რომ მივანიჭოთ results. ზუსტად ასე არის bytecode-შიც. ნახეთ? წერია i-store 2, სადაც გადმოხვდით. ანუ გავუშვათ i-store 2 და რაც stack-ში წერია, გადმოვიტანოთ result-ის მნიშვნელობად. დაბრუნებული ცვლადი შავი ფურცლიდან ჩავწეროთ მეორე, ანუ result-ის მნიშვნელობად. და ეს ასე. ჩვენი კოდი შესრულდა, შემდეგი ბრძანება იყო print line-ი, ხო? დაუბეჭდოთ ეს result-ი. მის შესაბამისი კოდი იქნება ეს სამი ბრძანება, რომელსაც აღარ ჩავაღმავდებით, უბრალოდ პრინციპი არის რომ აიღე მეორე ცვლადი და მიაწოდე print-ს და გამოიძახე. ეს დაბეჭდავს 121-ს, შემდეგი bytecode-ის ბრძანება არის return. რახან main-ი void ფუნქცია, არაფერს არ ვაბრუნებთ, i-return-ი არ მჭირდება რომ operand stack-იდან აღარ მოვისროლო, უბრალოდ ვაბრუნებთ, ვამთავრებთ მუშაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ stack-ი გახდება ცარიელი. ხოლო მისი დაცლა ნიშნავს, რომ საქმე აღარ არის stack-ში რომ გავაკეთოთ. მაშინ დაიბეჭდება, რომ პროცესი მორჩა, exit code 0-ით, ანუ საქმე მორჩა. code 0 ნიშნავს, რომ არაფერი ხარვეზი არ მოხდარა, ხოლო code 1 თუ ანიშნებთ პროცესს, რომ რაღაც შეცდომა დაფიქსირდა. ამას აღარ ჩავუყმავდებით. მოკლედ, რეალურად ეს სიმფონიური ორკესტრი რაც ახლა ვისაუბრეთ, აი ამ მწვანე ღილაკის უკან დაკომპილირდება და bytecode-ით ჩვენი ძრავი JVM-ი გაუშვებს. იმ stack frame-ებით და ასე შემდეგ. პროცესი, რომელიც ამ მწვანე ღილაკის უკან ხდება, არის მექანიზმი, რომელიც ამუშავებს იმ 3 მილიარდ device მოწყობილობას, რომელიც იყენებს Java-ს. სულ ეს იყო stack frame-ების შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, runtime-ი ამით არ შემოიფარგლება. ამიტომ ჯერ არ დაგვისრულებია. დავუბრუნდეთ square-ის მაგალითს. როდესაც მისი გაშვება გვინდოდა, უნდა შეგვექმნა stack frame-ი, გასაშვები ბარათი. სადაც წერდით, რა ცვლადები ფიგურირებდნენ. ანუ იქნებოდა ორ ელემენტიანი local variable array, სადაც ეწერა, რომ არის n-ი მოწოდებული და შემდეგ ფიგურირებს n-squared-ი. და წინასწარ ვიცი, რა ტიპები იქნებიან და რა ზომის. ანუ მე შემიძლია წინასწარ გამოვყო ადგილი, აი ამ ცვლის დახმარებით. ვიცი, რომ ინტეჯერს სჭირდება 4 ბაიტი. გამოდის, რომ ამას დაჭირდება 4, ამას 4. ანუ ჯამში იქნება 8 ბაიტ ზომის. ასევე შემიძლია დავითვალო frame data, თორ ფიქსირებული ზომის არის, სადაბრუნებს, დასაბრუნებს და ასე შემდეგ და ასევე operand stack-ი. operand stack-ის ზომის გამოთვლა ხდება სპეციალური ალგორითმით, რომელიც აკვირდება კოდში, რა ოპერაციები ხდება. და ზუსტად იმდენს აიღებს, ამდენი ჭირდება. მაგალითად, ჩვენს კოდში იყო რომ n-ი მრავლდებოდა თავის თავზე, n-ი და n-ი შემდეგ 121-ს ბრუნდებოდა. ანუ 2-ზე მეტი არ იზრდებოდა. ამის გათვლა წინასწარ შეუძლია კომპაილერს და operand stack-ისთვის გამოყოფს ზუსტად 2 ელემენტიან stacks. რეალურად stack frame-ის ზომა დამოკიდებულია რამხელა operand stack-ი ჭირდება და რამდენი ცვლადი ფიგურირებს, რომ local variable array რაღაც ზომის ავიღოთ. ტიპებზე დამოკიდებულიცაა თავისთავად. გავიხსენოთ, რომ stack-ი რეალურად ინახება მემორიში. მეხსიერებაში, რომელიც არის ერთების და ნულების ბადე.
რო ავიღოთ main-ის stack frame-ი და ჩავდოთ მასში, ეს ნიშნავს, რომ stack-ისთვის გამოყენებულ რეგიონში ავიღოთ რაღაც ზომის stack frame-ის ინფორმაცია და შევინახოთ მემორიში. ეს აიღებს რაღაც რაოდენობის ბაიტებს. მაგრამ მეორე ნაბიჯი რო ჩავდოთ square 11, აბსტრაქტულად თავისთავად, ეს რეალურად ნიშნავს, რომ რაღაც ზომის square 11 ავიღოთ და ასევე ჩავდოთ და გადავაბათ, სადაც main-ი თავდება. ანუ ჩათვალეთ აბსტრაქტულად დავადოთ თავზე main-ის გასაშვებად. ესეც რაღაც ადგილს აიღებს და არ არის აუცილებელი ერთნაირი იყოს თავისთავად. ანუ გამოდის, რომ stack-ის ზომა უნდა იყოს განსაზღვრადი, რომ ვიცოდე, სად რომელი ბაიტიდან გადავაბა ერთი მეორეს. და თავისთავად ახლა აქ main-ი ვეღარ გაიზრდება ზომაში, მეტი ადგილი დაჭირდეს. ამიტომ ზომა უნდა იყოს განსაზღვრადი. მართლაც ეხა როგორც კომპაილერმა რომ დავაკვირდე, ამ ფუნქციაში ფიგურირებს ორი ცვლადი, n და n ორივე ინტეჯერი, ანუ 4 და 4 დამჭირდება 8 ბაიტი. ასევე დავითვლიდი ოპერანდ სტაკის ზომას. მაქსიმუმ ჭირდება 2 ოპერატორის სტეკში, ანუ 2 ზომის სტეკი ჭირდება. ასევე array-ზეც ასე იქნებოდა, ხო? რომ წარმოვიდგინოთ. 10-იანი ინტეჯერის array თუ გამოვაცხადე, დამჭირდება 4x10 40 ბაიტი array-ისთვის. იმ stack frame-ში შევინახო. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყოველთვის ასე არ არის. კი ბატონო, 40 ბაიტი გამოიყოფა stack frame-ში ინტეჯერების array-ისთვის. მაგრამ რას ვიზამდით აქ? რომ მე n-ს ღებულობ და იმ n-ის ზომის array-ს ვქნი. მე გამორიცხულია რომ კოდის გაშვებამდე ვიცოდე ის მნიშვნელობა. ის უნდა შეიქმნას შუა runtime-ში, როცა n-ს გავიგებ, იმხელა array გამოვაცხადო. ამიტომ ფიქსირებულ ზომას ვერ გამოვყოფ მისთვის. ასევე იქნებოდა, რომ მე კონსოლში შემეყვანა ეს მნიშვნელობა ამ ფორმაში მოხმარებელს და ის n-ი მიმეღო მნიშვნელობად. შემდეგ ამ ზომის შემექმნა array. ესეც თავისთავად კოდის გაშვების დროს გავიგებთ რა ზომის იქნება, ხო? ასევე იქნებოდა, რომ შემექმნა არა პრიმიტიული ტიპი, არამედ რაღაც ობიექტი, person class-ის, რომელსაც აქვს string-ის სახელი და ინტეჯერის ასაკი, age. თავიდან რომ შევქმნი, name-ი არაფერს არ მიუთითებს, ჯერ არ არსებობს, ხოლო age-ი არის default-ად 0, ხო? პრიმიტიული ტიპის. ხოლო შემდეგ name-ი გავხადა rezi. ან შეიძლება გამეხადა უფრო გრძელი სახელი. age-ი რახან ფიქსირებული ზომა არის, როგორც წინა მაგალითებში შემეძლია ახალი მნიშვნელობა ჩავწერო იმ stack frame-ში. მაგრამ name-ს არ ვიცი ამ ხელს მიუთითებ, ხო? string-ი არის სხვა ზომის. ამიტომ გამორიცხულია ამ სამ მაგალითში წინასწარ გამოვყო ან person-ისთვის, ან ინტეჯერების array-ისთვის გარკვეული ზომა, სადაც stack frame-ში ჩაიტევა. გამოდის, რომ რაღაც გჭირდება, რომ შევინახოთ დინამიური და წინასწარ განსაზღვრელი ზომის ტიპები. ამისთვის შემოდის ახალი memory zone-ი, რომელსაც ქვია heap. და ის ამაში გვეხმარება. ის წარმოადგენს საწყობს ასეთი განსაზღვრელი ზომის ობიექტებისთვის. ეს კოდი რომ განვიხილოთ, გაეშვება main ფუნქცია, სადაც მისი stack frame-ი რო შევქმნათ, დავაკვირდეთ რა ცვლადები ფიგურირებენ. რას იღებს ergs, რომელიც არის string-ების მასივი და ასევე ვიღებთ person class-ის ობიექტს, რომელიც არის p. მისი stack frame-ი ასე გამოიყურება. გვაქვს ორი ცვლადი, რომელიც არის მოთა ტიპებით მითითებულია და გვაქვს ორივე რეფერენსი. მაგრამ რა არის რეფერენსი? ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ეს არის ის არის, რომელსაც მიუთითებთ თუ სად მდებარეობენ heap-ში. ანუ რეალურად იმ დინამიურ ობიექტებს ვინახავთ heap-ში, როგორც საწყობში და იმის მაგივრად რომ აი აქ შევინახოთ values ადგილას ეს დინამიური ტიპი, რომელიც არ ვიცი სამხელა იქნება. აქ შევინახავ მის სამარხს, რომელიც დაუმიზნებს სად მდებარეობენ heap-ში. ეს რა თქმა უნდა აბსტრაქტული წარმოდგენა არის. ორივე რეალურად მემორიში რაღაც ადგილს იკავებს. ეს stack-ის ზონაში, ეს heap-ის ზონაში. ვთქვათ, main-ის stack frame-იდან რეალურად ისრები გადის, რომელიც მიუთითებს სად მდებარეობს ის, რაც მე მჭირდება. ეს ისრები, რა თქმა უნდა, აბსტრაქტულია, ეს არის მისამართი, სად უნდა მივაგნო, რომელ ბაიტზე იწყება ჩემი ობიექტი. სანამ ამ კოდის გაშვება მოხდება, მეხსიერების მდგომარეობა თავიდან იქნება შემდეგნაირად. რომ გვაქვს ეს ორი ცვლადი, რომელთან მნიშვნელობა არის რეფერენსი და ისინი უბიძლებენ nulls, რომელიც არის სპეციალური რეფერენსი, რომელიც განასახიერებს არაფერზე დამიზნებას. ანუ ჯერ მათი მნიშვნელობები არ შექმნილა heap-ში რომ დაუმიზნოთ. კარგით, ორი რეფერენსი გვაქვს. ამ ორი ცვლადიდან person-ს ჩვენ თვითონ ვაცხადებთ, როგორც ობიექტს, მაგრამ ყოველთვის main ფუნქცია იღებს args როგორც string-ების მასივს. მაგრამ მის შექმნა როდის ხდება? მოდით ავხადოთ რას ნიშნავს string args-ი და გავიგოთ მისი იდუმალება. უბრალოდ ეს მიწოდებული არგუმენტი დაუბეჭდოთ, გადავყვეთ for loop-ით 0-დან ბოლო ინდექსამდე და დაუბეჭდოთ ყოველი ელემენტი და გავიგოთ რა ინახება ამ string-ების მასივში. მაგრამ ამ for loop-ის ხელი დაწერა რომ მომიწიოს, არსებობს წინასწარ გაწერილი მეთოდი arrays.toString, რომელიც გვეხმარება array პირდაპირ დაუბეჭდოთ კონსოლში. პრინციპი ასეთია. მე დავაკომპილირებ main Java-ს, როგორც მამუკას ვიდეოში ვნახეთ
შემდეგ ეს მისგან წარმოშებული main კლასი გავუშვათ Java main საშუალებით. ამის დანარჩენად დაიპეჭდება ცარიელი array. ანუ არაფერს არ წარმოადგენს. ცარიელი სტრინგების მასივია ჩვენი args-ი. მაგრამ რო გავუშვა main-ის შემდგომ hey args 1 2 3 ანუ space-ებით დავაშორო რაღაც სტრინგები, სიტყვები. ესენი გადმოიწყობიან hey args 1 2 3 5 ელემენტიანი სტრინგების მასივი. მეორე მაგალითი Java main subscribe კუბით სახელის ნიშანი. 3 ელემენტიანი მასივი subscribe კუბით სახელის ნიშანი. ანუ გამოდის, რომ ჩვენი string args-ი რეალურად როგორაც იქნება არის რომ Java-ს ვირტუალურ მანქანა თვითონ აკეთებს, რომ ამ command line-დან ამოკრებს ამ არგუმენტებს, შექმნის მის string-ების მასივს და გამოიძახებს main მეთოდს რაღაც კლასისას და მიაწოდებს ამ არგუმენტებს. ხოლო ეს შექმნილი მასივი ინახება heap-ში რაღაც ადგილას და args-ის რეფერენსი უთითებს მასზე. შეიძლება მასივი ცარიელი იყოს, მაგრამ heap-ში მაინც იკავებს ის ადგილს, როგორც ინფორმაციას, რომ ეს ცარიელი მასივია. ანუ გამოდის, ეს ჩვენი იდუმალი string args-ი ყოფილა command line-დან მიწოდებული string-ები. გამოდის, რომ კოდი როცა გავუშვით, Java-მა გადმოგვაბარა ასეთ მდგომარეობაში, რომ თვითონ შეგვიქმნა args-ის მასივი და ეხლა უკვე ჩვენ უნდა მივხედოთ კოდის გაშვებას. პირველი ხაზი, რომელიც უნდა გავუშვათ, არის, რომ p უდრიდეს ახალ persons. ეს მაგიური სიტყვა new ეუბნება Java-ს, რომ heap-ში გამოყოს ადგილი და runtime-ში live რეჟიმში ჩათვალეთ შექმნეს ახალი person ობიექტი, რაღაც გარკვეული ზომის. როგორც გვახსოვს, პრიმიტიული ტიპებისთვის იყო განსაზღვრული ადგილი, სადაც ჩავწერდით პირდაპირ მის მნიშვნელობას, მაგრამ ობიექტებისთვის არის რეფერენსი, სადაც მის სამართ ჩავწერთ, სად შეიქმნა და ის დაუმიზნებს ახლად შექმნილ person p-ს. რახან კონსტრუქტორის გარეშე შექმნით, age იქნება 0, როგორც default-ი, ხოლო name-ი არაფერს არ უმიზნებს, ჯერ არ არსებობს. შემდეგ ხაზი რომ გავუშვათ, p age უდრის 20. წერტილით გადავდივართ პირდაპირ რეფერენსზე. ნახეთ? როგორ ვიმუშავებს? p-სთვის არის ეს რეფერენსი, გადავხვდეთ heap-ში აქ და მისი age ატრიბუტი შევცვალოთ 20-ად. ანუ მე person p-ს მივადექ heap-ში და შევუცვალე პრიმიტიული ატრიბუტი. მესამე statement-ი საინტერესოა. p name უდრის res-ის. ეხლა მე ვანიჭებ strings. ამჟამად p ობიექტის name ატრიბუტი არაფერს არ უმიზნებს, ის არ არსებობს. და მე რომ ვანიჭებ მას res-ის, ხდება res-ის string-ის გამოცხადება. მაგრამ Java ობიექტების გამოცხადებებს შორის strings ანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ გააკეთოს მისი ოპტიმიზაცია. როგორც მარიამის ლექციაში ნახეთ, არსებობს string pool-ი, სადაც ინახება string-ი და თუ უკვე ასეთი არსებობს, აღარ იქნება მისი დუპლიკატი, რომ მემორიში ზედმეტი ადგილი არ წაიღოს. ნახეთ? ამის საშუალებით ჩვენი string-ი res-ი ჩაიდება string pool-ში, რადგან ის ჯერ არ არსებობს, ხოლო p ობიექტის name რეფერენსი დაუმიზნებს res-ის. ანუ გამოდის, რომ p წერტილი name არის ასევე რეფერენსი, რომელიც string pool-ში უმიზნებს res-ის. დავამატოთ ახალი statement-ი, რომ first name უდრიდეს res-ის. ანუ ეს არ ეკუთვნის person-ს, ცალკე string-ის ობიექტი შევქმნით. ეს იზამს, რომ ახალი first name-ი იქნება ასევე რეფერენსი, რომელიც ნალის მაგივრად პირდაპირ დაუმიზნებს res-ის. რახან უკვე res-ი არსებობს string pool-ში, ახალი აღარ შეიქმნება და name-იც და first name-იც საერთო რეფერენსით იზიარებენ ერთი და იგივე ობიექტს. დავამატოთ კიდევ ერთი statement-ი, რომ string channel უდრიდეს cubits. Cubit-ი არ არის string pool-ში, ამიტომ შეიქმნება ახალი ობიექტი cubit-ი string pool-ში და ჩვენი channel დაუმიზნებს პირდაპირ cubits. გამოდის, რომ თუ უკვე არსებობს უმიზნებთ პირდაპირ მას, თუ არა ჩავდებთ ახალს და მას დაუმიზნებთ რეფერენსით. დაუბრუნდეთ person-ის მაგალითს და დავუმატოთ კონსტრუქტორი, რომ შევქმნათ name-ის და age-ით person. შევქმნათ ორი ცალი ობიექტი p1, p2, რომელსაც მივაწოდებთ ერთი და იგივეს, res-ი და 20. ორივე არის res-ი, ორივე არის 20. ტოლია, ხო? ეგრე გამოდის. მაგრამ გამარჯობა იქნება შემდეგნაირი. p1-ისთვის შეიქმნება ცალკე ობიექტი newt-ი, რომელიც იქნება p1 და იქნება 20 და name-ი დაუმიზნებს res-ის string pool-ში, ხოლო როცა შეიქმნება p2, შეიქმნება მისთვის ცალკე ობიექტი და არა მისი კლონი, როგორც string pool-ში. p2-საც ექნება 20 და name-ი რახან არსებობს res-ზე უკვე string pool-ში, ისიც მას დაუმიზნებს. ანუ გამოდის, რომ ორი სხვადასხვა ობიექტი არის, მაგრამ მათი name-ები რეფერენსებით იზიარებენ ერთი და იგივე string pool-ში. ჩვენი კოდისთვის განვიხილოთ ეს სამი ტოლობა. შევადაროთ უშუალოდ ობიექტები p1 და p2, მათი age და name ატრიბუტები. და თუ შევამოწმოთ კოდში, პირველი არის false, ხოლო ატრიბუტების ტოლობა true. მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, თუ რატომ მოხდა ასე, გავიხსენოთ პრიმიტიულების შედარება. რომ გამოგვეცხადებინა x, y და z 5, 5 და 6 მნიშვნელობით არის პრიმიტიული ინტეჯერ ცვლადები,
ისინი შეინახებიან stack frame-ში ნედლად როგორც 5, 5 და 6, ხო? ანუ by value. ანუ x-ს რომ მივაკითხოთ stack frame-ში, იქ დაგხვდება პირდაპირ დაწერილი ბინარულში 5, 5 და 6. ამიტომ მათი შედარება, ორი ტოლობა, შეადარებს სხვადის მნიშვნელობებს, ხო? x-ი და y-ი არის ნედლად ხუთიანები, ამიტომ ტოლია, ხოლო x-ი და z-ი 5 და 6 არ არის ტოლი. ანუ პრიმიტიული ტიპებისში ორი ტოლობა არის by value შედარება. მაგრამ რაც შეეხება p1-ს და p2-ს, იმის მიუხედავად, რომ ორივე ინახავს age-ს, odds და names, rezis, ანუ ერთი და იგივე არიან, მათი ტოლობა არის false. რადგან პრიმიტიულებისგან განსხვავებით, ობიექტები ინახავენ მათ მნიშვნელობად რეფერენსებს. ანუ იქ არ დაგხვდება ნედლად, რომ rezi 20, არა, იქ დაგხვდება რეფერენსი. ანუ მისამართი თუ სად მდებარეობს თვითონ p1 და p2 მეხსიერებაში. ეს რეფერენსი უმიზნებს სხვა სხვა persons, ეს რეფერენსი სხვა persons. ანუ ისრები, მისამართები განსხვავდებიან და ორი ტოლობა ობიექტებს შორის ადარებს ამ reference values და არა მათ რომ მივაკითხოთ მეხსიერებაში, რა value-ები დაგხვდება. მაგრამ საინტერესოა მათი age-ების შედარება. წერტილით გადასვლა არის რომ reference მივაკითხოთ და მისი ატრიბუტი ავიღოთ, ხო? p1 age არის ნედლად 20, integer-ი არის პრიმიტიული და p2-ის age არის ნედლად 20 p2-ში. ანუ შედარდება 20 და 20, როგორც x და y-ი შევადარეთ, იქნება true. რაც შეეხება name ატრიბუტების შედარებას, ისინი არის true და ეს გამონაკლისია string pool-ის გამო. როგორც ვიცით, ობიექტი არის ასევე string-იც და რომ მივაკითხოთ p1-ის names და p2-ის names, ორივე არის რეფერენსი. ანუ ისინიც ინახავენ მისამართებს, თუ სად უნდა მივაკითხოთ name strings. და მათი მისამართები ტოლია, რადგან ორივე ერთი და იგივე strings უმიზნებს string pool-ში. ანუ ახალი აღარ შექმნა string pool-მა, ერთი დატოვა და ორივეს დაამიზნებინა ერთ string-ზე. ანუ რომ შევაჯამოთ, ობიექტები დარდებიან by reference მისამართებით, რადგან ცვლადში არა თვითონ ობიექტი ინახება, არამედ მისამართი ჰიპისკენ და პრიმიტიულები იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყვნენ მემორიში, დარდებიან by value ნედლად ბინარულში. არის შემთხვევები, როცა გვინდა შევადაროთ ორი ობიექტი by value და არა by reference. ანუ ნახოთ, რომ p1-ის და p2 სხვადასხვა ობიექტია, მაგრამ ორივე არის rezi 20. ამისთვის შეგვიძლია გავწეროთ equals მეთოდი, რომელიც მიიღებს მეორე ობიექტს და შეადარებს თავის ატრიბუტებს სხვის ატრიბუტებს, ანუ age-ებს და names. და თუ ორივე ტოლია, მაშინ ეს ორი ობიექტი ტოლი ყოფილა. rezi და 20-ია ერთიც, მეორეც, ანუ ესენი ერთი და იგივე ყოფილან. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ობიექტები არის. დაუბრუნდეთ ამ მაგალითს string-ებზე, გამოვაცხადოთ 3 rezi კუბით და კუბით და ისინი მემორიში იქნება შემდეგნაირად, რომ first name-ი დაუმიზნებს rezi-ს, ჩაიდება string pool-ში, ხოლო cubit რახან ერთი და იგივე string-ი იყო, ერთხელ ჩაიდება string pool-ში და channel და base channel ორივე დაუმიზნებს cubit-ს. დავუმატოთ მეოთხე საინტერესო ხაზი და string-ი გამოვაცხადოთ არა უბრალოდ ბრჭყალებით, არამედ newt-ი. ანუ როგორც ობიექტი ისე შევქმნათ. string-ი ხომ ობიექტია. პირველი ვერსია, რაც გვიწერია string-ის გამოცხადების, უბრალოდ ბრჭყალებით, ეს არის literal გამოცხადება. Java-ს ამით ვანიშნებთ, რომ შენ გაძლევ უფლებას string pool-ი გამოიყენო ოპტიმიზაციისთვის. ანუ თუ ეს string-ი devs უკვე პირდაპირ იმას დაუმიზნე, ეს რეფერენსი, თუ არა და ჩადე ახალი და იმას დაუმიზნე. ხოლო newt-ი ვეუბნებით, რომ string pool-ი არ გამოიყენო და როგორც person შევქმნით ცალკე heap-ში, ისე გააჩინე ეს name-იც რაღაც ადგილას string pool-ს გარეთ. ანუ გამოდის, რომ name-ი იმის მიუხედავად, რომ rezi უკვე არსებობს string pool-ში, შეიქმნება დამოუკიდებლად როგორც ჩვეულებრივი ობიექტი და დაუმიზნებს მას heap-ში. რაც შეეხება strings, მოდი ესეც ბოლომდე გამოვიძიოთ და არ დაგვშეს წარმოდგენა, რომ ეს არის უბრალოდ რაღაც ასოები ორ ბრჭყალს მოქცეული. რეალურად heap-ში ისინი ინახებიან როგორც მასივი, სადაც თითოეული ელემენტი არის თითოეული ასო. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში არის ფიქსირებული 4 ელემენტიანი მასივი. ძველ Java-ში ეს წარმოდგებოდა როგორც ქარაქტერების სერიი, სადაც თითოეული ელემენტი არის პრიმიტიული ქარაქტერ ტიპი. ქარაქტერი იკავებს 2 ბაიტს. რატომ? იმიტომ რომ ამათ წარმოვადგენთ Unicode სტანდარტით. იმიტომ რომ მხოლოდ ინგლისურს ხომ არ ვწერთ, შეგვიძლია ქართული string-ების გამოვაცხადოთ. Unicode-ი ASCII-სგან განსხვავებით ინახავს არა მარტო ლათინურს, არამედ ქართულს, swine-ებს, emoji-ებს და ასე შემდეგ. ეს განვიხილეთ ჩვენ პირველი ლექციის დავალებაში, სადაც ქართულ Voyager-ს უშვებდით კოსმოსში. მისი ერთ-ერთი ვერსია UTF-16 იყენებს 2 ბაიტს თითოეული ასოსთვის. Unicode-ის ასეთ ჩანაწერი U+-ი და შემდეგ 4-16-ობითი ციფრით, ეს არის ადამიანისთვის, პროგრამისტი ადამიანისთვის გასაგებ ფორმატში, მაგრამ რეალურად თითოეულ შეესაბამება რაღაც 2 ბაიტი. ანუ ჩვენი rezi წარმოდგება მეხსიერებაში როგორც 2 ცალი ბაიტი თითოეული ასოსთვის. ეს არის 1 ასო და ასე შემდეგ. Java-ს ახალი მე-9 ვერსიის შემდეგ გვაქვს ოპტიმიზაცია, რომ ჩარების სერიის ნაცვლად, რომელიც თითოეული ელემენტი იყენებს 2 ბაიტს, გამოვიყენოთ ბაიტ array. და რატომ?
ჩვენი მექანიზმი შეამოწმებს თუ string-ში არის მხოლოდ ლათინური ასოები, რომელიც ჩაეტევა უბრალოდ ASCII-ში, თითეული ასოსთვის გამოიყენებს 1 ბაიტს. ანუ byte array-ში ერთი ელემენტი იქნება ერთი ასოს შესაბამისი ბინარული მნიშვნელობა. მაგრამ თუ ძველებური Unicode არის, რომელიც თითოეულ ელემენტს ჭირდებოდა 2 ბაიტი, ჩვენს byte array-ში თითოეულ ელემენტს შეესაბამება ყოველი 2 ბაიტი. UTF-16-ის Unicode მნიშვნელობა. ასე იმიტომ ხდება, რომ რეალურად Unicode ცხრილი ისე შედგენილი, რომ დამთხევდა ძველებურ ASCII ცხრილს, სადაც ASCII-ის ნომრები ემთხვევა იგივე ქარაქტერებს Unicode ცხრილში. გულისხმობ, რომ დიდი არის თუ არის 84 ASCII ცხრილში, რომლის მნიშვნელობა არის 5-2 16-ბიტში, ასევე არის Unicode-შიც 5-2, ანუ 82 10-ბიტში. EZY-ს ერთ-ერთში დაემთხვევა ASCII-ში 101, 122 და 105-ს, რომლებიც Unicode-შიც იგივე რიცხვებით წარმოდგება. ანუ შეგვიძლია თითო ბაიტი ვქონოთ თითოსთვის, მაგრამ თუ string-ში ურევია emoji ან რაღაც ისეთი, რომელსაც ჭირდება Unicode და ASCII-ში აქვდება, ძველებურად გამოვიყენებთ 2 ბაიტს თითოეული ასოსთვის. კარგი, საკმარისზე მეტია, რაც string-ების შესახებ გავიგეთ, ეს ოპტიმიზაციის გზაც უბრალოდ შეგვიძლია დავიმახსოვროთ, მაგრამ დავუბრუნდეთ ძველს მაგალითს და name უკავშირდებოდა ცალკე შექმნილ rezis, რომელიც new-ით შევქმნით. Java-ს ვარიშევთ, რომ მე შენი string pool-ი არ მინდა, როგორც person, ისე შემიქმნით ცალკე ხიბში. String-ის ასეთი გამოცხადებით შეგვიძლია განვიხილოთ საინტერესო მაგალითი. უდრის თუ არა ერთმანეთს first name და name ობიექტების რეფერენსები. ანუ first name-ში და name-ში ინახება მისამართი სად არიან ეს string-ები ხიბში, მაგრამ first name-ი არის გამოცხადებული ჩვეულებრივად string pool-ში ტრადიციულად როგორც Java აკეთებს ამ ყველაფერს, ხოლო name-ი გამოცხადებულია new string-ით, ცალკე შექმნილ ხიბში, რომელიც რაც უნდა გასაკვირი იყოს, არის false, რადგან name-ი, რომელიც შექმნით ცალკე new-ით დამოუკიდებლად, შეინახება განსხვავებულ ადგილას string pool-ს გარეთ. ხოლო first name, რომელიც ტრადიციულად შექმნი string pool-ში, შეინახება აი აქ. და მათი შედარება by reference, ხომ ორ ობიექტს ვადარებთ ერთმანეთს ორი ტოლობით, იქნება false, რადგან ერთი უმიზნებს აქ, მეორე უმიზნებს string pool-ში. მაგრამ რომ შევადაროთ channel და base channel, რომლებიც ორივე გამოცხადებულია ტრადიციული literal გზით, news გარეშე, ეს იქნება true, რადგან base channel და channel ორივე ინახება string pool-ში და qubit რახან არსებობდა უკვე, base channel-იც იგივეს დაუკავშირდება, რასაც channel უკავშირდებოდა. ხოლო მათი შედარება by reference იქნება ტოლი, რადგან ორივე ერთი და იგივეს უმიზნებს ხიბში. თუ ჩვენ აღარ გვინდა, რომ rezi, რომელიც გამოვაცხადეთ ტრადიციულად string pool-ს გარეთ, შეგვიძლია გამოვიძახოთ მისთვის წერტილი intern. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ავიღოთ ეს name-ი, რომელიც ხიბში მდებარეობს და ჩავდოთ string pool-ში დავაბრუნოთ ტრადიციულ გზას. ანუ გამოდის, რომ rezi წაიშლება ხიპიდან, რომელიც ცალკე მდებარეობდა და string pool-ში შემოწმდება არსებობს თუ არა ეს string-ი. არსებობს, ამიტომ ახალს აღარ შექმნით და name-ი დაუკავშირდება rezis. იგივე, რასაც first name უკავშირდებოდა. ანუ intern მეთოდით ჩვენი ცალკე გამოცხადებული string-ი დავაბრუნეთ string pool-ის ტრადიციულ მექანიზმში. რომ არ დავიბნეთ, შევაჯამოთ ეს მაგალითი, ისევ 4 იგივე ცვლადები გვაქვს და channel და base channel იყო true, რადგან ორივე გამოცხადებულია literal ტრადიციული გზით და შეინახებიან string pool-ში ერთ და იგივეს დაუმიზნებენ, ამიტომ რეფერენსები არის true. First name და name იქნება false, იმიტომ რომ first name შეინახება string pool-ში ტრადიციული გამოცხადებით, ხოლო new-ით შექმნილი string-ი ცალკე გავა ხიბში და მათი ტოლობა იქნება false, რადგან ერთი string pool-შია მეორე ხიბში. ახლა თუ გამოვიძახებთ intern მაგიურ მეთოდს, ჩვენი name-ი, რომელიც ხიბში string pool-ს გარეთაა, წაიშლება და გადმოვა string pool-ში და ახლა რომ შევადაროთ first name და name, ორივე იქნება true, როცა მანამდე false იყო. რადგან ეხა name-ის და first name-იც უმიზნებენ ერთი და იგივე rezi strings string pool-ში. მაგრამ როგორც person-ზე გავაკეთეთ, ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა გვინდა შევადაროთ ორი string-ი თუ უდრის ერთმანეთს, by value და არა by reference. როგორც person შევადარე ერთმანეთის ატრიბუტებით. რომ დაუბრუნდეთ ჩვენს equals მეთოდს, რომელიც person-ისთვის შექმნით, რომ შეგვედარებია by value, აი ეს boolean გამოსახულება არის ხარვეზიანი, რადგან აქ name-ებს ვადარებთ by reference. აქ არის საფრთხე, რომ შეიძლება იმ another-ს ან თვითონ this objects კონდეს ისეთი string-ი მინიჭებული, რომელიც new-თია შენაქმნელი string pool-ს გარეთ. ძალიან სიგიჟეა, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ. ანუ გამოდის, რომ აქ ტოლობის მაგივრად გვჭირდება წერტილი equals, რომ დავიზღვიოთ თავი, რომ შეიძლება ორივე string pool-ში არ იყოს და შევადაროთ by value და არა by reference მხოლოდ. ამისთვის მოგვიწევს equal მეთოდის გაწერა, რომელიც შეადარებს ორ strings ერთმანეთს.
განურჩევლად რეფერენსისა. პირველად შევადარებთ თავის დაზღვევის მიზნით, რომ ზედმეტი საქმე არ გავაკეთოთ, თუ რეფერენსები ტოლია, ტრადიციულ გზას. თუ ერთიც და მეორეც ერთ და იგივე ის არიან, მაშინ თუ დავაბრუნოთ, ორივე ერთ და იგივე string-ი ყოფილა. მაგრამ შემდეგ გავაგრძელოთ უკვე შემოწმება by value. თუ სიგრძეები ერთმანეთს არ უდრის, დავაბრუნოთ false, იმიტომ რომ გამორიცხული ესენი ერთ და იგივე string-ი იყვნენ. აღარ შევამოწმოთ 100-100. ხოლო შემდეგ უკვე რაღა დაგვრჩენია, for loop-ით უნდა გადავყვეთ ერთსაც და მეორესაც და უნდა მოვძებნოთ ადგილი, სადაც ერთმანეთს არ უდრის. თუ სადღაც ორი ჩარი განსხვავებულია, მაშინ დავაბრუნოთ false და თუ ეს ციკლი ისე ჩავიარეთ, ესე იგი ერთი და იგივე string-ი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადგილას არიან heap-ში, დავაბრუნოთ true. ზუსტად ასეთი equals მეთოდი ჩვენ string-ს უკვე გაწერილი აქვს და ნებისმიერი string კლასის ობიექტისთვის შეგვიძლია გამოვიძახოთ equals მეთოდი. First name წერტილი equals name, ან name equals first name. ერთი და იგივე არის. დავუბრუნდეთ ჩვენს person-ის equal მეთოდს და შევაკეთოთ ეს ნაწილი, სადაც names ვადარებთ მხოლოდ by reference. და თუ ამას ჩავანაცვლოთ equals მეთოდით, ამით გარანტია გვაქვს, რომ თუ რეფერენსები არ ედრება ერთმანეთს, შედარდეს ქარაქტერების მიხედვით. და გარანტირებული ტოლობაა, რომ age-იც და name-იც ერთმანეთის ტოლია. მაშინ person-ებიც ერთმანეთის ტოლი იქნება. მესმის რომ ძალიან ჩაიხლარდა. ზოგი string-ი ფულშია, ზოგი ფულს გარეთ, peer-to-peer ერთმანეთს უდრიდა, მაგრამ ცალ-ცალკე ობიექტი იყო heap-ში, რეფერენსები stack frame-დან, object რეფერენსები heap-ში. ძალიან ბევრი რამ განვიხილეთ. მაგრამ ეს ძალიან ძვირფასია თქვენთვის, არა მარტო Java-ს სასწავლად, არამედ ზოგადად პროგრამირების. სხვა ენებიც გავს პრინციპებს იზიარებენ, მაგრამ განსხვავებული ბუნებით, მაგრამ საფუძველი ერთი და იგივე არის ყველგან. სწორედ ეს გიხსნით გზას ედვეს საკითხების გასაგებად, რომ სიღრმისეულად გესმოდეთ რას წერთ. რადგან პროგრამირება მხოლოდ კოდის წერა არ არის, ეს არის გააზრებული მოქმედება პრობლემის გადასაჭრელად. და სწორედ ეს განსხვავებით თქვენ ასეთი საკითხებით, როგორც ინჟინერებს web კოდერებისგან. ეხლა გავაგრძელოთ ცოტა დავჭა heap-ის შესახებ და დავასრულებთ. დავუბრუნდეთ ამ მაგალითს, რომ გვაქვს 4 string გამოცხადებული და ეს რეფერენსებიც, ხო? ცალკე არის new-ი გატანილი rezi string-ი. დანარჩენები string-მოში ტრადიციული გზით შეინახებიან literal გამოცხადებით. ასეთი რამ რომ მოხდეს, რომ name დავააპდეითოთ, ან გავაახლოთ და დავითს მივანიჭოთ და არა rezi-ს, ანუ ახალი მნიშვნელობა მივცეთ name ცვლაც. რეალურად რაც მოხდება არის, რომ დავით string-ი შეიქმნება, ჩაიდება string-ფულში რახან არ არსებობს, შეიძლება ასეთი და name reference-ი დაუმისებს დავითს, rezi-ს მაგივრად. მაგრამ თუ დავაკვირდებით, აქ rezi დარჩა reference-ის გარეშე. იგივე იქნებოდა, რომ გავგეტოლებია უბრალოდ null-ს. ახალი კი არ შეგვექმნა, უბრალოდ გვეთქვა, რომ name reference-ი არაფერს აღარ დაუმიზნო. ეს იმას იზამდა, რომ name-ი stack frame-ში დაუმიზნებდა null-ს, ანუ არაფერს. ორივე შემთხვევაში ეს string name-ი დარჩა reference-ის გარეშე. ანუ ის არის მიუწვდომელი ჩვენგან და heap-ში იკავებს ზედმეტ ადგილს. მისკენ არ არსებობს რეფერენსი, რომ მას მივადგეთ და გამოვიყენოთ. ანუ ზედმეტი დახარჯული ზონა არის. რეალურად რაც Java-ში ამ დროს ხდება, როგორც ამ ყველაფრის solution-ი, არის რომ არც მეტი არც საკლები მოდის garbage collector-ი პირდაპირ ასე ქვია, ნაგვი შემგროვებელი, შემოიდებს ამ string names, წაიღებს და გაასუფთავებს. ანუ garbage collector-ი არის სპეციალური მექანიზმი Java-ში, რომელიც აკვირდება heaps, სადაც დარჩება ზედმეტი გამოუყენებელი ცვლადი გამოცხადებული ობიექტი უпростоრად, წაიღებს და გაასუფთავებს. ჩვენ კი უბრალოდ ფოკუსირდებით პროგრამის დაწერაზე. მართალია ძალიან უაწყენიათ string names, რომ ასე უბრალოდ მოვისროლეთ, როგორც ზედმეტი ცვლადი, მაგრამ მეხსიერება არის შეზღუდული და ყოველი ბაიტი მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ. ჩვენ ვნახეთ, როგორ ინახება ობიექტები heap-ში, მაგრამ რა ემართება მასივებს. აქ გვაქვს 3 ელემენტიანი ინტიჯერის მასივი, ხო? და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოს მიაქვს 4 ბაიტი, 3x4 12 და შეგვიძლია 12 ბაიტიანი ზონა გავაყოთ local variable array-ში, stack frame-ში და დავაფიქსიროთ მისი ზომა. მაგრამ როგორც ორი მაგალითი განვიხილეთ თავში, შეიძლება იყოს n ზომის და არ ვიცოდე ის n-ი რამხელა იყოს. ანუ მე წინასწარ ვერ მეცოდინება runtime-ამდე რამხელა array გამოვაცხადო. სწორედ ამის გამო array-ც გაგვაქვს როგორც ობიექტი გარეთ heap-ში. stack-იდან და როცა კოდს გავუშვებთ თავიდან, ყოველთვის Java ქმნის, როგორც გვახსოვს, string-ების array-ს. ხოლო nums-ი, როგორც ინტეჯერების array არის რეფერენსი. ანუ ჯერ ის არ შექმნილა და როცა კოდი გაეშვება, მისთვის აქ კი არ გამოჩნდება ადგილი, გაჩნდება რეფერენსი, რომელიც დაუმიზნებს heap-ში ახალ აღებულ array-ს. გავუშვოთ ჩვენი ხაზი, გამოვაცხადეთ nums-ი 3 ელემენტიანი მასივი. და მისთვის გამოიყო ადგილი, სადაც დევს ეს 3 ელემენტი. და stack frame-დან გადის რეფერენსი ამ მასივისკენ. თვითონ მასივის არქიტექტურას რაც შეეხება, არის
რომ გვაქვს სახელი და მისი მნიშვნელობა მოკლედ რა ტიპის არის და ასე შემდეგ, ანუ მეტადატა, ზედმეტი ინფორმაცია მის შესახებ. გვაქვს length ატრიბუტი, array-ს აქვს ყველას, როგორც ობიექტ წერტილი length ატრიბუტი, რომელიც გვეუბნება რამდენი ელემენტია შიგნით, რომ არ მოგვიწევს დათვლა სათითაოდ და შემდეგ იწყება უკვე ნედლად ჩაწყობილი ინფორმაცია. ყოველი 4 ბაიტი იქნება ინტეჯერის მნიშვნელობა. 0, 1 და 2 ინდექსით. ჩვენ ხო ჩავალაგეთ 1, 2 და 3. თითეული წაიღებს 4 ბაიტს. ანუ ეს ზონა იქნება 12 ბაიტიანი. ხოლო რაც შეეხება ამის დინამიურ ზომას, მისი დადგენა ხდება runtime-ში. ხო, როცა news გამოვიძახებთ და massive შექმნით int nums, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს 3-ია. ან რაღაც n-ი რომ მივაწოდეთ, რომ აი ამ ხელა მინდა თქო, იმ n-ის მნიშვნელობაც ვიცით. ამიტომ null-დან გახდება massive და ეს massive-ის ზომა გამოიყოფა heap-ში. ანუ გამოდის, რომ nums-ი არის რეფერენსი, რომელიც თავიდან არაფერს უმიზნებდა, მაგრამ როცა runtime-ში new-თი გამოვიძახეთ int nums, მისთვის გამოიღო კონკრეტული ადგილი, რომელიც უკვე live-ში, runtime-ში ვიცით რამ ხელა გვინდა, ჩვენ შემთხვევაში 3 ელემენტი და გამოიყო სივრცე. ხოლო რაც შეეხება ამ ნედლ ზონას, რეალურად ესეც ხო ბადე არის. ეს არის მეხსიერებაში რაღაც ადგილი. და რახან ინტეჯერების array გვაქვს, ერთი ინტეჯერს მიაქვს 4 ბაიტი. ანუ თითო რიცხვს ჩვენს massive-ში დაჭირდებოდა 4 ბაიტი, სულ 12, ხო? და massive-ის პრინციპი არის, რომ ყოველი შემდეგი ელემენტი მოდის მას შემდეგ, სადაც ტარდება მისი წინა. nums 0-ისთვის იქნება პირველი 4 ბაიტი, nums 1-ისთვის შემდეგი 4, nums 2-ისთვის კიდევ შემდეგი 4. ხოლო პირველი მისამართი, საიდანაც იწყება უკვე ეს ერთმანეთის მიმართ ჩაწყობილი რიცხვები, ქვია base address-ი. რეალურად რომ წარმოვიდგინოთ, ინტეჯერს 4 ბაიტი უნდა და პირველი 4 ბაიტი იქნება 1, 2 და 3. აქეთ სულ ნულიანები. აქ შეამჩნევთ, რომ ზედმეტი ნულიანები გვაქვს მარცხნიდან. სწორედ ამიტომ არის, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის ინტეჯერი ვიხმაროთ რიცხვის შესანახად. შეიძლება არ ცდება ჩვენი რიცხვი 127 პირობითად. ვთქვათ, ვინახავთ 100-ს. მაშინ დაგვჭირდებოდა 1 ბაიტი, ანუ ბაიტ ტიპში შევინახავდი, ან თუ უფრო დიდი მინდოდა short-ში და დამჭირდებოდა თითო ბაიტი თითო ელემენტისთვის და არა ზედმეტი ნულიანები, რომლებიც 4 ბაიტს იკავებენ ჯამში. მაგრამ თუ ისეთი რიცხვები მინდა, რომელიც არ ეტევა int-ში, მაგალითად 4 მილიარდი ან ასე შემდეგ ტრილიონი, გამოვიყენებდი longs, რომელიც 8 ბაიტად შეინახავდა ჩვენს რიცხვებს. ამიტომ დაუფიქრდით, რამდენი ბაიტი გჭირდებათ, რომ ზედმეტი ადგილი არ გამოყოთ მეხსიერებაში. მით უმეტეს, როცა massive-ს იყენებთ და ძალიან ბევრი ელემენტის გამოცხადება შეიძლება მოგიწიოთ. დაუბრუნდეთ ამ massive-ს და თუ დავაკვირდებით base address-იდან, nums 0-ის საპოვნელად offset-ი არის 0. ანუ აქედან არსად არ მივდივართ, რომ მივწვდეთ nums 0-ს. შემდეგი 4 ბაიტი ეკუთვნის nums 0 ელემენტს. მაგრამ თუ მინდა მივწვდე nums 1-ს, offset-ი არის 4. ანუ base address-იდან უნდა გადავხდე 4 ბაიტით და მოვიდე აქ და აქედან უკვე შემდეგი 4 ბაიტი ინტეჯერის 4 ბაიტი არის და მაგიტომ, ვთქვათ, თუ რომ ყოფილიყო short-ი 2 ბაიტი და ასე შემდეგ. დაჭირდებოდა ეს შემდეგი 4 ბაიტი. nums 2-ისთვის ჭირდება 8 ბაიტით გადახტომა, ანუ 8 offset-ი და უკვე აქედან შემდეგი 4 ბაიტი იქნებოდა nums 2-ის შესაბამისი ბინარული კოდი. ამ ყველაფერს ვცდი იმისთვის, რომ ფარ დავხადოთ 0 ინდექსის საიდუმლოებას. თუ რატომ იწყება massive 0-დან და არა ადამიანურად 1-დან, რომ დავნომრო პირველი, მეორე, მესამე ინდექსის ელემენტი. ამის მთავარი მიზეზი არის შიდა მექანიზმის ფორმულა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი ინდექსის ელემენტი მდებარეობს base address-იდან რომ გადავხდეთ, ანუ დავუმატოთ მისამართს ტიპის ზომა გამრავლებული ინდექსზე. ნახეთ, base address-ზე რომ მივადგებით, int-ის massive-ია. ყოველი შემდეგი 4 ბაიტი მაშინ იქნება თითეული ელემენტი. ვთქვათ, თუ არის long-ი, ყოველი მეორე და ასე შემდეგ. ანუ დამოკიდებულია massive-ის ზომაზე და ამიტომ არის დაფიქსირებული, რომ massive-ში უნდა იყოს ერთნაირი ელემენტები. აქედან უნდა გადავხდეთ nums 0-ის უნდა გადავხდეთ, რომ base address დავუმატოთ 4-ჯერ 0, int-ის ზომა გამრავლებული ინდექსზე 0. ანუ არსად არ მივდივართ, base address ვუმატებთ 0-ს. ანუ რჩებით აქ და აქედან შემდეგი 4 ელემენტი არის nums 0. ერთსაც შეეხება არის 4-ჯერ 1, ანუ ტიპის ზომა გამრავლებული ინდექს 1-ზე, 4. და აქედან უნდა გადავხდე base address-იდან 4 ბაიტით, 1, 2, 3, 4 და მოვედით აქ. და აქედან შემდეგი 4 ეკუთვნის nums 1-ს. ხოლო nums 2-ისთვის არის 4-ჯერ 2, ანუ 8 ბაიტის offset-ი გამოთვალეთ, base address-დან გადავხდებით 8 ბაიტით, ანუ base address + 8, გადავხდებით აქ და აქედან შემდეგი 4 არის nums 2-ის შესაბამისი ბინარული მნიშვნელობა. სწორედ ნულოვანი ინდექსი ქმნის ამ ფორმულას კომპაქტურს და ვეუბნები, რომ ინდექსი თუ 0-ია, ვამრავლებ ზომას 0-ზე და base address თუ 0-ს დავუმატებ, ვანიშნებ, რომ base address-დან არსად არ წახვიდე.
პირდაპირ აქ არის პირველი ელემენტი, ანუ მენულე ჩვენ ენაზე და შემდეგი 4 ბაიტი init-ის შემთხვევაში არის ეს ელემენტი. რომ ყოფილიყო 1-დან დანომრილი array, მოგვიწევდა აქ ინდექსზე გამოგვიკლო 1, რომ გვენიშნებია 0-ზე გამრავლება, რომ base address-დან არც არ წახვიდებ. ხო? და ზედმეტი გამოკლების ოპერაცია, ზედმეტი საქმეა პროცესორისთვის, ეს არის ოპტიმიზაცია, რომ ნულოვანი ინდექსით ერთი გამოკლების არითმეტიკულ ოპერაციას ვარიდებთ ჩვენს მექანიზმს. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთით გადმოვიხარით დანომრვაში პროგრამისტებმა. გამოდის, რომ ნული ინდექსი გვაქვს მასივის ანატომიის გამო, რომ ეს ფორმულა გახადოს კომპაქტური, რომ 0-ზე გამრავლებით გამოვხატოთ ის, რომ base address-დან არსად არ მივდივართ პირველი ელემენტისთვის და ყოველი meie ინდექსი არის base address დამატებული ტიპის ზომა გამრავლებული ინდექსზე. და ასევე ეს ყველაფერიც იმის გამო მუშაობს, რომ მასივში გვაქვს ერთი ტიპის, ანუ ერთი ზომის ელემენტები. პრიმიტიული გასაგებია, მაგრამ როგორ იქნება ობიექტის მასივები? ჩვენ ხო ვიცით, რომ args-ი თვითონ იქნება და ინახება heap-ში, როგორც string-ების მასივი. მაგრამ ეს ყველაფერი როგორ ხდება? String-ი ხო ობიექტია დინამიური ზომის და მასივში როგორ ჩავალაგებთ ერთმანეთის მიმდევრობით? ამისთვის გავუშვათ ჩვენი კოდი და მივაწოდოთ არგუმენტები command line-დან hello world. სწორედ hello და world იქნება string args-ის წევრები. რეალურად კი მასივში შეინახება რეფერენსები და არა კონკრეტულად string-ები და ეს რეფერენსები დაუმიზნებენ hello-ს და world-ს string pool-ში. ანუ გამოდის, რომ ობიექტების მასივი არის რეფერენსების მასივი, სადაც ყოველი რეფერენსი არის ის არის, თუ სად უნდა მივაგნოთ heap-ში ამ ობიექტს. და ვთქვათ, menule რეფერენსი არის hello აქ, ხოლო პირველი world. პრიმიტიულისთვის კიდევ ნედლად არის ჩალაგებული ერთმანეთის მიმდევრობით. მაგრამ რეფერენსსაც ხო დაკოდეს ფიქსირებული ზომა, როგორც ინტეჯერზე ქონდა 4 ბაიტი. რა არის რეფერენსის ზომა? ეს ძალიან ძელი თემა არის, დამოკიდებულია სისტემაზე და Java-ს ვერსიაზე, მაგრამ ის არის ან 32 ან 64 ბიტი ყოველთვის. გამოდის, რომ ჩვენი მასივი არის 32 ან 64 ბიტიანი რეფერენსების მიმდევრობით ჩალაგებული წკრივი, სადაც ყოველი რეფერენსი უმიზნებს რაღაც ობიექტს heap-ში. აი აქ დამთავრდა ჩვენი ტანჯვა რეფერენსებსა და heap-ში. ახლა კი დაუბრუნდეთ Java-ს კოდს და ვნახოთ როგორ გადაეწოდება პრიმიტიული ან ობიექტ ტიპები არგუმენტებად ფუნქციებს. კოდი არის ძალიან მარტივი. ვქნით rezi ობიექტს, მას აქვს ასაკი 20 და name rezi. ვიძახეთ birthday მეთოდს, რომელიც არის შემდეგნაირი, რომ იღებს p-ს და p-ს age-ს ერთით და ბეჭდავს მის გაზრდილ ასაკს, ხოლო ამ calls შემდეგ გარეთ თვითონ main-ში ბეჭდავთ rezi-ს age-ს. რეალურად რაც მოხდება, არის რომ rezi birthday-ს გადაეწოდება როგორც რეფერენსი. თვითონ rezi ცვლადი stack frame-ში არის როგორც reference ტიპი. ხოლო ეს გადაწოდებული reference მიიღებს birthday, წერტილით მიადგება ამ reference heap-ში და მის age-ს როგორც პრიმიტიულ ნედლ რიცხვს გაზრდის ერთით და შეიცვლება როგორც აქ, ასევე აქ. პრიმიტიულ ტიპებზე სხვაგვარად ხდება მოქმედება. ნახეთ, რომ გამოვაცხადოთ age უდრის 20 integer ტიპის, ეს stack frame-ში შეინახება როგორც age და მისი მნიშვნელობა როგორც 20 ნედლად და არა reference სადღაც heap-ში. heap-ს არ ვეხებით და რომ გამოვიძახოთ birthday age, რომელიც იღებს integers, გავაზარდოთ ეს x-ი 1-ით და დაუბეჭდოთ 21 დაიბეჭდება. მაგრამ birthday call-ის შემდეგ აქ 20 დარჩა ისევ. ანუ გამოდის, რომ x-ი, რომელიც აქ მივაწოდეთ, age-ი აქედან გადაწოდებული, გაიზარდა 1 და დარჩა 21, მაგრამ ამ call-ის შემდეგ age-ი არ შეცვლილა და დაიბეჭდა 20. ეს იმიტომ ხდება, რომ რეალურად Java-ს პრინციპი არის pass by value. ან როდესაც ფუნქციას ვიძახებთ, მას ვატანთ იმას, რაც არის stack frame-ის მნიშვნელობად. ნახეთ, age-ი არის როგორც ნედლი 20-იანი და გავატანეთ ნედლი 20-ის გადაკოპირებული ვერსია და აქ რასაც შევცვლით, არ იცვლება original age-ში. ასევე იყო ობიექტებზეც, რომ მე რომ გავატანე rezi, მე გავატანე ის, რაც stack frame-ში ეწერა. rezi-ის მნიშვნელობა იყო რეფერენსი, ანუ მისამართი, სადაც rezi მდებარეობს როგორც ობიექტი და შემდეგ ამ მისამართს მივადექი heap-ში და იმ heap-ში age ატრიბუტი გავზარდე. ამიტომ არის რომ აქაც და აქაც age-ი გახდა 21. ხოლო პრიმიტიულისთვის აქ უბრალოდ მარტივად ვთქვათ გადაქსეროქს და პრიმიტიული ტიპი. აქ 21 გახდა რომ შევცვალეთ, მაგრამ ორიგინალი ხელშეუხებელი დარჩა ცალკე stack frame-ის მნიშვნელობაში. ეს ყველაფერი რეალურად ხდება birthday stack frame-ში, მაგრამ main stack frame-ში რაც არის 20, მას არ ვეხებით.
ასევე საყურადღებოა მარიამის ლექციაში განხილული სტატიკური ცვლადები და მეთოდები, რომლებიც არის ისეთი მეთოდი და ცვლადი, რომელსაც არ ჭირდება ობიექტის შექმნა, რომ გამოვიყენოთ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მივწვდეთ person.greeting თვითონ კლასის სახელით person ობიექტის შექმნის გარეშე და გავიღოთ hello. და ასევე გვაქვს static მეთოდი say hi, რომელიც იღებს რაღაც strings სახელს და ბეჭდავს greetings დამატებული name, რომელიც ასევე არის სტატიკური ატრიბუტი. მაგრამ აქ ვერ გამოვიყენებდი names. რადგან ჯერ უნდა შევქმნათ რაღაც person და მას მივანიჭოთ name. ანუ ეს არის არასტატიკური ცვლადი და არასტატიკური მეთოდი, რომელიც არის ისეთი, რომ ბეჭდავს ჩემი სახელია this name. ანუ ჯერ საჭირო ობიექტის შექმნა person ტიპის. გამოდის რომ აქ უნდა დავბეჭდავ person greetings ბეჭდავ, ვიძახებ ასევე სტატიკურ მეთოდს თვითონ person კლასიდან, მაგრამ რომ მივწვდე say names, უნდა შექმნა ახალი person, დავარქვა name და შემდეგ გამოვიძახებ. ეს მაგალითი საყურადღებოა, რადგან ნახეთ, აქ person ტიპის შექმნამდე, რომელიც heap-ში შეინახება როგორც ობიექტი, მანამდე სადღაც მეხსიერებაში მივწვდი person კლასის greetings და person-ის მეთოდს დავით გამოვიძახე, რომელმაც გამოიყენა ასევე სტატიკური ცვლადი. მაგრამ რომ გამომეყენებია p-name, უნდა შემექმნა სადღაც heap-ში person და მისი name-ზე მქონდა ცდომა. ანუ გამოდის მეხსიერებაში არის კიდევ რაღაც ადგილი, სადაც ინახება სტატიკური ცვლადები ობიექტის შექმნამდე. საერთოდ არ არის საჭირო ობიექტის შექმნა, უბრალოდ კლასის სახელით მას მიწვდებით. ამისთვის არსებობს მესამე ზონა, მეთოდარია, სადაც ინახება კლასის შესახებ ინფორმაცია. person.greeting რომ დავწერეთ, სადღაც მივადექით მეხსიერებაში, მაგრამ heap-ში არ არის. stack-შიც არ იქნება, არის აქ. აქ ინახება კლასის შესახებ ინფორმაცია, რა ატრიბუტები აქვს, რა ცვლადები აქვს და ასე შემდეგ. და რა static ატრიბუტების მნიშვნელობები გვაქვს მინიჭებული. ანუ რომ დავწერეთ person.greeting, კი არ წავედით heap-ში, მივადექით მეთოდარიაში და წავიკითხეთ სტატიკური ცვლადის მნიშვნელობა. ანუ აქ ინახება კლასის ინფორმაცია, მაგრამ მისგან შექმნილი ობიექტები ინახება heap-ში. ახლა კი ამოხსნათ ჩვენი ბოლო იდუმალება, თუ რა არის ეს მაგიური შელოცვა public static void main string args. როგორც ხედავთ, main-ი არის სტატიკური. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არ დაგვჭირდეს გარე კლასის შექმნა. ვთქვათ, გავაკეთოთ ჯერ new main და შემდეგ main-ის მეთოდი გამოვიძახოთ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გამოვიძახოთ კლასის main ფუნქცია, როგორც სტატიკური. როგორც გვახსოვს, JVM ამას აკეთებს შიგნიდან, როცა args გვაძლევს, command line-დან ამოკრებს მიწოდებულ string-ებს, შექმნის args arrays და გამოიძახებს პირდაპირ კლასის სტატიკურ მეთოდს და აქ არ ჭირდება new-თი შექმნა. და გავატანთ ამ არგუმენტების მასივს. ჩვენი მაგიური შელოცვა რეალურად გამოდის საჯაროდ ხელმისაწვდომი მეთოდი public სტატიკური, ანუ ისეთი მეთოდი, რომელსაც არ ჭირდება მისი კლასის შექმნა ობიექტად, void არაფერს არ აბრუნებს, main ქვია და string-ების მასივს იღებს სახელად args, რომელიც წარმოადგენს command line-ში მიწოდებულ space-ებით გამოტოვებულ სიტყვებს. სწორედ აქ დასრულდა ჩვენი მეხსიერების ოდისეა, რეფერენსები, heap და ასე შემდეგ. ეს სიღრმისეული საკითხები გამოგვადგება ედვენს საკითხებისთვის და ახლა მზად ვართ განვიხილოთ პროგრამირების ახალი ტექნიკა რეკურსია. ამისთვის კი დაუბრუნდეთ stacks. Stack-ში იყო stack frame-ები, რომლებიც იყო ფუნქციის გამოძახებები, რომლებიც თავზე ედებოდა ერთმანეთს და დასრულებული საქმეები თავზე ცილდებოდა, როგორც step-ები. ასევე გავიხსენოთ ფაქტორიალი მათემატიკიდან, რომ რაღაც ნატურალური რიცხვის ფაქტორიალი არის 5-ჯერ, 4-ჯერ, 3-ჯერ, 2-ჯერ 1, ანუ თავისი თავიდან ერთამდე ნამრავლი რიცხვების. მათემატიკოდ ეს ჩაიწერება როგორც n-ჯერ n-1-ის ფაქტორიალი და ჩვენ ვჩერდებით n-ი დადებითია 0-ის ტოლი. ხოლო გვაქვს საბაზისო кейსი 0-ის ფაქტორიალი რომ 1-ია, რომ გავჩერდეთ, რომ მინუსებში აღარ გადავიდეთ. ეს ჩანაწერი ასე იმიტომ გამოიყურება, რომ n-ჯერ 4-ის ფაქტორიალია 4-ჯერ 3-ჯერ 2-ჯერ 1, ხოლო 4-ის ფაქტორიალი არის 4-ჯერ 3-ის ფაქტორიალი, რომელიც 3-ჯერ 2-ჯერ 1-ია, ანუ ჩაშლილი არის 0-ის ფაქტორიალი რომ 1-ია იქამდე. დავწეროთ ამის კოდი Java-ში, რომ რაღაც n-ის ფაქტორიალი არის თავიდან 1, ხოლო მივყვეთ 2-დან n-მდე და ეს რეზალტი გავმრავლოთ ამ i-ზე. ამის საშუალებით ჩვენ დავუთვლით თქვათ fact 3-ისთვის 1-ჯერ 2-ჯერ 3-ს და მივიღებთ 6 როგორც 3-ის ფაქტორიალს. მაგრამ არსებობს განსხვავებული ტექნიკა და ამას ქვია რეკურსია, რომელიც საკმაოდ რთული და საინტერესო თემაც არის. მაგრამ ფაქტორიალის დაწერა ძალიან მარტივია. აქ პირდაპირ წერა რეკურსიულად, რომ n-ის ფაქტორიალი არის n-ჯერ n-1-ის ფაქტორიალი. ეს პირდაპირ გადავთარგმნოთ, არის
ფაქტორიალის ფუნქცია n-ისთვის არის n-ჯერ ფაქტორიალი n-1-ისთვის. და გვაქვს საბაზისო кейსი, რომ n თუ ნაკლებიან ტოლია 1-ზე, დააბრუნე 1. რომ 1-ის ფაქტორიალი 1-ია, 0-ის ფაქტორიალი 1-ია და ასე შემდეგ. რომ არ გადავიდეთ უარყოფითებში. ახლა კი გამოვიძახოთ ეს ფუნქცია 3-ისთვის. ფაქტორიალ 3 დააბრუნებს 3 აქ მივიღეთ ხომ? 3-ჯერ ფაქტორიალ 2. ანუ მისი return value არის ეს. ამის დასაბრუნებლად გვჭირდება ფაქტორი. ამიტომ გამოვიძახოთ ფაქტორი. ფაქტორი გვიბრუნებს 2-ჯერ 1-ის ფაქტორიალი. ეხლა გვჭირდება ფაქტ 1. დაიდო საქმე ფაქტ 1-ის და ფაქტ 1 რომ გამოვიძახეთ 1-ზე if-ი შესრულდა რომ ნაკლებიან ტოლია 1-ზე, დააბრუნა 1. ანუ ფაქტ 1-ის მაგალითად დააბრუნდა 2-ჯერ 1. ამოხდა ფაქტ 1 როგორც საქმე, დასრულებული stack frame-ი, 2-ჯერ 1 აღსრულდა როგორც ფაქტორის return value, დააბრუნდა, დასრულდა ფაქტორიც და ბოლოს საქმე დავარეთუნოთ 3-ჯერ 2-ის ფაქტორიალი, რომელიც იყო 3 დაბრუნებული. გამოვიდა 9. ანუ ამ სტექების აწყობა დაშლით ჩვენ რეკურსიულად ფუნქციის თავისთავზე გამოძახებით, რომელიც უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება Java-ში რომ და ზოგადად პროგრამირებაშიც რომ ფუნქციამ თავისი თავი გამოიძახოს, რეკურსია ქვია ამას. ავაწყოთ სტექი, გავჩერდით base case-ზე და ბოლოს მივიღეთ 9. აი ამ if-ს, ანუ პირობას, სადაც უნდა გაჩერდეს ეს თავისი თავის სახება, ქვია base case-ი. ჩვენ განვიხილეთ ორი ტექნიკა, რეკურსია და ციკლი. ორივე ერთ რამეს აკეთებდა ფაქტორიალის შემთხვევაში, მაგრამ რომელი ჯობია? რეალურად ორივე თანაბარი სიძლიერისაა და ამაზე პასუხი გვაქვს გამოთვლით თეორიაში, რომელიც არის კომპიუტერული მეცნიერებების მათემატიკის ახლო მეგობარი განხრა, რომელიც შეისწავლის რა შეუძლია გამოითვალოს კომპიუტერს. და ამ სამი ლეგენდარული პიროვნების ნაშრომების დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს ჩერჩ-ტიურინგის თეზისი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი გამოთვლადი ალგორითმი შეიძლება დაიწეროს როგორც ციკლით, ასევე რეკურსიით. და ისინი თანაბრად ძლიერები არიან, თუ ისი გამოთვლად შეუძლიათ. ანუ გულისხმობთ, რომ თუ რამეს დავწერთ კოდს რეკურსიით, შეგვიძლია გავთარგმნოთ ციკლში და ციკლიდან რეკურსიაში. გამოდის, რომ ფაქტორიალი 1-ის და 2-ის ტოლია, მაგრამ ეს დებულება არის აბსტრაქტული. და ის გათვლილია, რომ კომპიუტერს აქვს ულიმიტო მეხსიერება და დრო, რომ რაღაც ალგორითმი გამოთვალოს. მაგრამ პრაქტიკა არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ზომის მეხსიერება, მასში კონკრეტული ზომის Java-ს ვირტუალური მანქანის ზონა და მასში გამოყოფილი რეგიონები. სტექი ფუნქციის კოლების გამო იზრდება, ხოლო heap-ში ახალი ობიექტების შექმნა იწვევს მის ზრდას. და heap-სა და stack შორის, როგორც დინამიურ რეგიონებს შორის გვაქვს ბუფერული ზონა და 1-იც და 2-ც ამ რეგიონს იყენებს, რამდენიც საჭირდება. მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე, რომ ისინი დაეჯახებიან ერთმანეთს, როცა მეხსიერება მათ შორის გათავდება. აი ამას ქვია, თუ stack-ის ბრალი იყოს stack overflow, ხოლო თუ heap-ის ბრალი იყოს heap overflow. ამ სახელების დამსახურებაა, რომ ცნობილ პროგრამისტულ საიტს Stack Overflow-ს, რომელიც არის ფორუმი და იყო დიდი ფუფუნება GPT-მდე, ქვია Stack Overflow და მისი ლოგოც არის stack-ი, სადაც stack frame-ები გადმოედინება როგორც ზედმეტი, რომელიც აღარ ეტევა. იმისათვის, რომ ავირიდოთ stack-ის და heap-ის დაჯახება, რომელიც იწვევს საფრთხეს როგორც მეხსიერებაში, runtime-ისას, ასევე კიბერ საფრთხეებაში, სხვათა შორის, Java-ს არსებობს გაშველების მექანიზმი. ერთაპირი მნიშვნელობით აშველებს მათ იმის ხარჯზე, რომ უწესებს წითელ ხაზს, რომ stack და heap თქვენ ამას არ გადმოცდეთ, ანუ ამაზე მეტი არ გაიზარდოთ. ახლა კი კოდში ვნახოთ, როგორ უმკლავდება ამას Java-ს ვირტუალური მანქანა. გადავინაცვლოთ IntelliJ-ში და პრაქტიკულად ვნახოთ, როგორ მოქმედებს ჩვენი გაშველების მექანიზმი. ანუ როდის გადაკვეთს ჩვენი stack-ი ან heap-ი წითელ ხაზს და ამისთვის გავაზარდოთ ისინი უსასრულოდ. შევქმნათ კლასი Bombardino Memorino, იდეალური brainrot სახელი არის ჩვენი დამღლელი brainrot ლექსიის შემდეგ. შევქმნათ მეთოდი ასევე სტატიკური რაიმე, აბრუნებს არაფერს, ქვია recurse. და უბრალოდ ეს თავის თავს რომ იძახებდეს. ანუ თუ გამოვიძახებთ recurse, ის თავის თავს იძახებს და ეს რეკურსიულად უსასრულოდ მიდის. თავიდან გამოვიძახოთ main-ში recurse. ეს გამოიწვევს დაახლოებით როგორც while true ციკლებში. მაგრამ რომ დავითვალოთ, სად გაჩერდება ეს stack-ის უსასრულო აწყობა, ხომ თითო გამოძახებისთვის თითო stack frame-ი შეიქმნება. დავამატოთ ახალი ცვლადი. თავიდან 0 არის სიღრმე, ანუ ეს გამოძახებების რაოდენობა და დავითვალოთ ეს n-ით. ყოველ გამოძახებაზე n-ი გავზარდოთ 1-ით, დაუბეჭდოთ, რომ depth არის n-ი და
შემდეგ გამოძახებას გადავატანოთ ეს გაზრდილი ენის მნიშვნელობა. გამოვიძახოთ. ჩვენი კოდის გაშვებით მემორი ჩავაბომბარდირეთ და რომ ავყვეთ სად გაჩერდა ჩვენი სტეკის გაზრდა არის ნახოთ ეს არის 6141. ეს გამოდის რომ რეკურსმა თავი გამოიძახა უსასრულოდ 6141 ჯერ ამდენი სტეკ ფრეიმი შეიქმნა, ხოლო შემდეგ უთხრა რომ ძალიან გაიზარდე, წითელ ხაზს გადაცდა და გააჩერა პროგრამა ჩვენმა Java-ს ვირტუალურმა მანქანამ, ანუ გააშველა და ამოაგდო stack overflow error. ეხლა ნახოთ მეორე ვერსია, რომ ჰიპი იზრდება ძალიან დიდზე და ჰიპი კვეთავს თავის წითელ ხაზს. ამისთვის შევქმნათ ძალიან დიდი მასივი, ხომ? ან რაღაც ისეთი ობიექტი, რომელიც ძალიან დიდ ადგილს წაიღებს. შევქმნათ მაგალითად ბაიტების, მასივების მასივი, დავუკვირდეთ storage. და ეს იყოს new byte, თავიდან იყოს 10000. ანუ ეს არის 10000 ცარიელი მასივი, რომელსაც გავზდით. თავიდან ეს იქნება 10000 ნალი ჩადებული ჰიპში, როგორც storage-ის მნიშვნელობა. ანუ ჯერ არ არის რეფერენსები, რომ დაუმიზნოს შიგნით რომ მასივი დევს ისევ. ასეთი რაღაც ვქნათ. რომ თავიდან i არის 0, i არის 0 და while true არ გავჩერდეთ. გავაკეთოთ ახალი ადგილის ალოკაცია, ანუ შევქმნათ ახალი storage-ის i გავხადოთ ახალი ბაიტის array, რომელშიც ჩავდებთ 1024 ჯერ 1024 ელემენტს. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ 1 ბაიტების array-ში არის 1 ბაიტ ზომის და აი 1024-ში 1024 არის 1 მეგაბაიტი, რომ კარგად დავითვალოთ. ანუ გამოდის, რომ while true-ს ერთ დატრიალებაზე storage-ი გაიზრდება 1 მეგაბაიტით. ანუ თითოეული ელემენტი იქნება 1 მეგაბაიტ ზომის. და ყოველ დატრიალებაზე იქ გავზარდოთ 1-ით. მაგრამ რო გავიგოთ სად გაჩერდა რამდენ მეგაბაიტს, ეს დავითვალოთ, მოდით. So allocated, ანუ ავიღეთ i რაოდენობის მეგაბაიტი. აუშვოთ ჩვენი კოდი. აგთ ირებს და 2008 მეგაბაიტის array რომ აიღო, JVM-მა უთხრა ძალიან გაიზარდე, ესე არ გააკეთო. და გააჩერა out of memory error-ით, რომ ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ჰიპი გადასცა თავის წითელ ხაზს. არის შემთხვევები, მაგალითად დიდ კომპანიებში, როცა გვინდა ჩვენი სტეკი ან ჰიპი უფრო დიდზე გაიზარდოს, მეტი ფუნქციის ქოლები იყოს, ან მეტი ადგილი გამოიყოს ჰიპში ობიექტებისთვის. ამის მიწოდება, ამ ინფორმაციის, რომ უფრო დიდი გაიზარდოს ან ერთი ან მეორე, შემიძლია command line არგუმენტებიდან, როგორც main swatandi არგუმენტებს. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს რეკურსიის მაგალითს, სადაც stack overflow ხდებოდა ზედმეტი ქოლების გამო და ნახოთ როგორ უნდა ვანიშნოთ ეს Java-ს. ეს უნდა ვანიშნოთ გაშვებისას, არა კომპილაციისას. კომპილაციისას ამას რომ გავუშვებდით, იძახებდა რამდენიმე 1000 stack frames და შემდეგ ჩერდებოდა. ხოლო აი ამ გაშვების დროს შეიქმნა out folder-ში bombardino memorinos bytecode. ანუ მე bytecode-ის გაშვებისას უნდა უთხრა ვირტუალურ მანქანას, რომ აი ამ კოდის გაშვებისას მეტი stack frame-ის საშუალება მომეცი. მოდი ჩვენ დავაკომპილიროთ და შემდეგ ვუთხრათ Java-ს ვირტუალურ მანქანას, რომ ეს bytecode-ი შინაარსი გავუშვი დიდი სტეკით ან დიდი ჰიპით. შემდეგ მაგალითში. ამისთვის გავხსნათ ტერმინალი, სადაც ეს ფაილი მდებარეობს. ჩვენ შევქმნათ, მოდით იგივე კლას ფაილიც აქ არის. Java-C, ან Java-ს კომპაილერი bombardino memorino. დაკომპილირდა ჩვენი ფაილი და გაჩნდა კლას ფაილი. ეს იგივეა, რაც ამ out folder-ში, მაგრამ ჩვენით გავაკეთეთ დემონსტრაციისთვის. ეს ფაილი გავუშვოთ, რომ დავწეროთ ფაილის სახელი კლასის გარეშე bombardino memorino. გაიშვა, ისე რამდენიმე 1000-ზე გაჩერდა stack call-ები. ახლა კი შემიძლია უთხრა ვირტუალურ მანქანას, აი აქ ხო ვაწოდებდით main-ის არგუმენტებს. arg1 arg2 მაგალითად. ასე შემდეგ. ასე სახელამდე შემიძლია უთხრა თვითონ ვირტუალურ მანქანას. როგორ მოიქცეს? ერთ-ერთი კომანდი შელოცვასავით არის xss, რომ სტაკის ზომა ნამხილაზე გაიზარდოს. ეს თქვათ გავხადოთ 1 მეგაბაიტი არის by default ერთ thread-ზე და 10 მეგაბაიტი რო გავზარდოთ, თითქმის 10-ში გაიზრდება. აი ნახეთ, გაცდა უკვე 6000, გაჩერდა 80000-ისკენ. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია კიდევ ძალიან ბევრ რამეზე, რომ მანდა მაინც 10-ჯერ მეტი რატომ არ გამოვიდა. მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ სტაკის გაზდით უფრო მეტი ქოლი შევძელით. რომ ყოფილიყო მაგალითად 100 მეგაბაიტი, გაიზრდება, გაცდება 100000-ს. მოდი გავაჩერებ პროგრამას აქ ჩემი ხელით.
დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს მაგალითს HIP-ზე, სადაც ვაცხადებდით 1 მეგაბაიტიან ელემენტებს array-ში. ეს კოდი რახან შევცვალეთ ის შინაარსი, რაც დავაკომპილირე, სხვა არის. ამიტომ თავიდან უნდა გავუშვათ კომპილატორი, რომ ახალი შინაარსი დაარგნოს, სადან კოდი უკვე სხვა არის. გავუშვათ Java-ს ბომბარდიროს, ოღონდ Java-ით დავასრულოთ, რომ ეს ფაილია. დაარგნა და ჩანაცვლა ჩვენი კოდიც. ახლა გავუშვათ, როგორც მანამდე ვუშვებდით, stack-ისთვის 100 მეგაბაიტი რომ მივანიჭეთ იყო ასე XSS, მაგრამ რომ მივანიჭოთ HIP-ი მინიმუმ რამდენი იყოს, არის XMS-ი, რომ აქედან დაიწყეს და მაქსიმალური არის XMX-ი, რომ 100 მეგაბაიტზე დიდი არ გაიზარდო. მოდი ეს რო გავუშვათ, 59 მეგაბაიტზე გაჩერდა ჩვენი array-ის ალოკაცია. რა თქმა უნდა, ხო, ჩვენი array არ არის მეხსიერებაში შენახული, იქ კიდევ ძალიან ბევრი რამ ინახება, string pool-ი და ასე შემდეგ. და 59 მეგაბაიტზე მეტი არ გამომაყოფინა ჩემი array-ისთვის. მაგრამ რომ გამეზარდა მაგალითად 4 გიგაბაიტზე, თუ საშუალებას მოვცემ ჩემი მეხსიერება 16 მაქვს, გაზდის 2000-ზე ავიდა. By default დაახლოებით ამდენი იყო ჩემთვის. 4 გიგაბაიტი გამოყო ჩემს მეხსიერებაში, მაგრამ შემიძლია და გავზარდო 6 გიგაბაიტი. გაიზარდა 4607-ისკენ. ანუ 2 გიგაბაიტი რაღაც სხვა საქმეებისთვის გამოიყენება დაახლოებით. მე შემიძლია ეს ვცვალო, ვთქვათ 500 მეგაბაიტი, 512 მეგაბაიტი. ასე ვითამაშოთ და რამდენიმე მეგაბაიტის მეტი არ გამომაცხადებინა. IntelliJ-ში გვაქვს საშუალება ეს ხელით არ გავაკეთოთ command line-დან. შემიძლია გავხსნა run-ის მარჯვნივ კონფიგურაციის edit-ი, დავამატო ვირტუალური მანქანის option-ები და დავწეროთ XMX-ი, რომ HIP-ი არ გაიზარდოს, ვთქვათ 400 მეგაბაიტზე დიდი. apply-ს გავაკეთოთ და გავუშვათ კოდი. 200 მეგაბაიტს არაცდენილა ჩვენი storage-ის ზომა. გავუშვათ აქედანაც, ისევ იგივე მოხდა. ასევე შემიძლია აქ stack-ის ზომა შევცვალო XS-ით. რომ 100 მეგაბაიტი. და უფრო მეტი ქოლის საშუალებას მომცემს. ეს რეალურად იმას გააკეთებს, რომ თვითონ რაც ხდება კულისებში რომ დააკომპილირებს Java-ს კოდის გაშვებისას, მიაწოდოს ეს არგუმენტები, რაც მეც ახლა ხელით გავაკეთე. სულ ეს იყო მეგობრებო, ჩვენი deep dive მეხსიერებაში. Brainrot-ი გამოვიდა ამ კლასის სახელს არ იყოს ეს ლექციაც ბევრი ინფორმაციის გამო, მაგრამ ყველაფრის ათვისებას რო ჭირდება, ძალიან გამოგვადგება. ჩემი მისია შესრულებულია, შევხვდებით შემდეგ ლექციაში. დროებით.